უცხოური გრანტის გაცემის წესის შესახებ კანონთან დაკავშირებით ევროპელი ბიუროკრატების შეშფოთება მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ უცხოური ფინანსები საქართველოში არეულობას ხმარდებოდა. სახელისუფლებო გუნდი აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება. ამ გრანტებიდან შემოსული თანხა საერთოდ არ ხმარდებოდა პოლიტიკურ პარტიებს, ეს რაღაცა მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო პროცესში, როდესაც მიმდინარეობდა დამკვირვებლების გადამზადების პროცესი, მხოლოდ ამ დროს ქონდა ხოლმე თანაკვეთა. დანარჩენი ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული თანხები, რომელთა უმრავლესობაც ხარდებოდა იურიდიული მხარდაჭერის საკითხებს, სოციალურ პროგრამებს. კალასი და მსგავსი ტიპის ბიუროკრატები, რომელიც ებრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, ვერ შეძლებენ გამჭვირვალობის გარეშე და სიცხადის გარეშე ქვეყანაში შავი ფულის შემოტანას. ვერ შეძლებენ შემდეგ ამ ფულის ჩადებას რევოლუციაში, სახელმწიფო გადატრიალებაში და საზოგადოების დაპირისპირებაში. ეს არის რეალურად რაც აწუხებს ამ ტიპის ბიუროკრატებს. ბოლო 2 წელიწადია ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც დონორი სახელმწიფოები თუ კონკრეტული ორგანიზაციები, ასევე მათ მიერ დაფინანსებული რადიკალები არიან ისტერიაში ჩავარდნილი, როგორც კი გამჭვირვალობას და საზოგადოების წინაშე ანგარიშგებას ეხება. ახლა ჩვენ მივიღეთ დაჩქარებული წესით გრანტების შესახებ კანონში ცვლილება, რომელმაც ალბათ საბოლოო ისტერიაში მოიყვანა ის დამფინანსებლები, რომლებიც ხედავენ, რომ მათმა ძალიან დიდმა დაფინანსებამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. როცა გამჭვირვალობის შესახებ კანონი იქნა მიღებული, მაშინაც იყო პირობა მათ შორის დონორების მხრიდან, რომ ისინი აქტიურად ითანამშრომლებდნენ ხელისუფლებასთან და აღმოჩნდა, რომ ეს დაპირება არ შესრულდა მათი მხრიდან, იმისათვის რომ ჩვენ დავიცოთ ჩვენი ქვეყანა გარე ძალებისგან და ნებისმიერ უცხოური დაფინანსება ჩვენ ქვეყანაში იყოს ღია და გამჭვირვალე, ჩვენ მივიღეთ კანონი გრანტების შესახებ. ასეულობით მილიონი დოლარი ხარჯებოდა ძალიან კარგი მიზნებისთვის, დეკლარირებულად ყოველ შემთხვევაში ასე ეწერა ფურცელზე, თუმცა აღმოჩნდებოდა, რომ ფინანსები მერე სხვა მიმართულებებით იხარჯებოდა, მათ შორის ძალადობის წახალისების, სიძულვილის ენის წახალისების,